თავი მეექვსე. ინგლისურენოვანი მისიონერები და მკვლევრები. 1800 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთის იმ 7 შტატის მოსახლეობა, რომლებშიც ნიუ-იორკი და ახალი ინგლისი შედიოდა, 2.635.000 შეადგენდა. ამ მცირე, მაგრამ უაღრესად განათლებული საზოგადოების ხარჯით უამრავი საღვთისმეტყველო კოლეჯი და სკოლა არსებობდა. რელიგიური ცხოვრების აღორძინებამ, რომელმაც მე-18 საუკუნის ბრიტანეთი მოიცვა, ამერიკულ კოლონიებსაც დაატყო კვალი. მომდევნო საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკისა და ახალი ინგლისის პროტესტანტული მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი ეკუთვნოდა საეპისკოპოსო ეკლესიას, რომელიც თავის მხრივ ანგლიკანური ეკლესიის განშტოება იყო, ხოლო უმეტესობა კონგრეგაციულ, პრესვიტერიანულ და სხვა განდგომილ ეკლესიებს მიეკუთვნებოდა. ამ აღორძინებით შთაგონებული მისიონერული იმპულსები ოკეანის გადაღმაც მძლავრად იგრძნობოდა, რაც ძირს უმაგრებდა შეშფოთებასა თუ სურვილს, ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო წარმართობა, ხოლო ქრისტიანული რწმენა აღორძინებულიყო. 1798 წელს იელის კოლეჯის პრეზიდენტმა კონგრეგაციული ეკლესიის მოძღვარმა განაცხადა, თითქოს ევროპისა და აზიის სახელმწიფოებზე დაკვირვებით დარწმუნდა, რომ ძველი ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდებოდა და რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა კარზეა მომდგარი. 1800 წელს მასაჩუსეტსისა და კონექტიკუტის კონგრეგაციონისტი მღვდლების გენერალურმა ასოციაციამ უცხოური მისიებისათვის ერთობლივად შექმნა ამერიკის კომიტეტის საბჭო, რომელსაც რამდენიმე წელიწადში პრესვიტერიანული და ჰოლანდიის რეფორმირებული ეკლესიები შეუერთდნენ. 20 წლის შემდეგ ამერიკის საბჭომ მისიები აამოქმედა ამერიკის ინდიელებით დასახლებულ ტერიტორიებზე, ასევე ჰავაიზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ინდოეთსა და ცეილონში. საბჭოს მისიონერები სირიასა და პალესტინაში, დასავლეთ ანატოლიასა და საბერძნეთში ცდილობდნენ ადგილობრივ ქრისტიანებს მათი რწმენის გააზრებაში ქადაგებითა და რელიგიური განათლების მიცემით დახმარებოდნენ. ლიტერატურას მათ კვლავ მალტის სტამბა უგზავნიდა. ამ საქმიანობით დაკავებულ პირთა შორის იყო ახალგაზრდა ინგლისელი, სახელად პერსი ბეჯერი, რომლის დაზეც დაქორწინდა ისა, მოგვიანებით კრისტიან რასამი. 1834 წლის ბოლოს სტამბის არაბული განყოფილება ბეირუთში გადავიდა. მასთან მიჰყვა ბეჯერი, რომელიც მისიის საბჭოს თავისი ცოლის ძმის შესახებ წერდა. ოფიცრები ძალზე აფასებენ მას და პატივს სცემენ. იგულისხმებიან ევფრატის ექსპედიციის ოფიცრები და რომ 6 თვიანი სამსახურის დასრულების შემდეგ პოლკოვნიკი ჩეზნი მის დატოვებას აპირებდა. იმავდროულად ამერიკულ საბჭოს ახალი შესაძლებლობები მიეცა ხელშეკრულებით, რომლითაც დასრულდა 1828-29 წლების ომი ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთს შორის. შავი ზღვა კვლავ გაიხსნა უცხოური გემებისათვის და ბევრად გაადვილდა მგზავრობა ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიისა და ძველი სავაჭრო გზისაკენ, რომელიც ტრაბზონიდან თავრიზამდე სპარსეთის საზღვარს მიუყვებოდა. 1830 წელს მალტიდან 2 ამერიკელი მისიონერი დაადგა გზას სომეხთა შორის მუშაობის პერსპექტივის შესაფასებლად. ამას გარდა ნესტორიანელთა მდგომარეობის შესასწავლად სპარსეთში ურმიის ტბის დასავლეთით მდებარე ნაყოფიერ დაბლობზე რომ სახლობდნენ. მათი პატრიარქი სიმონ მე-17 აბრაამი, იგი მარშიმუნის სახელითაცაა ცნობილი, ოსმალეთის ტერიტორიაზე ჰაქიარის მთებში ცხოვრობდა და სათავეში ედგა ნესტორიანული ეკლესიის ერთ განშტოებას, რომელიც ერთხანს რომთან გაერთიანდა, მაგრამ 1672 წლიდან კვლავ გამოეყო. სპარსეთში მოგზაურობა ნაყოფიერი გამოდგა. შაჰმა ამერიკის საბჭოს მისიასა და სკოლას მუშაობის ნება დართო. მისიის პირველი ხელმძღვანელი იყო ჯასტინ პერკინსი, უაღრესად პატიოსანი და თავდაუზოგავი მოძღვარი მასაჩუსეტსის ქალაქ სპრინგფილდიდან. 1837 წელს ურმიიდან არზრუმისაკენ მიმავალ გზაზე პერკინსს სიფქების იეზიდური მოდგმის ჯგუფი შეხვდა, რომელიც არარატის მთას სამხრეთით ევფრატის აღმა მიუყვებოდა. ეს იყო წერილობითი დადასტურებული პირველი შეხვედრა იეზიდებსა და ამერიკელს შორის. ისინი მეგობრულად განეწყვნენ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ სიფქებმა თავიანთი რელიგიის მასთან განხილვაზე უარი თქვეს. მამა ჟან ბატისტ დე სენტ-ენიანისა და სხვა მრავალთა გამოცდილება ადასტურებდა, რომ სამედიცინო უნარჩვევები
ადგილობრივებს ნდობით განაწყობდა მისიონერებისადმი. ხანდახან მათი მმართველებიც შემწყნარებლობას იჩენდნენ, რადგან დროდადრო დასავლელი ექიმების დახმარება ყველას სჭირდებოდა. ამ ტრადიციის გათვალისწინებით ამერიკულმა საბჭომ ურმიის მისიის წევრად მიიწვია ექიმი ეიზეჰელ გრანტი, პიტსფილდის, მასაჩუსეტსი, სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, რომელსაც სამედიცინო პრაქტიკა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ იუტიკაში ჰქონდა გავლილი. დაიბადა 1807 წელს, ნიუ-იორკის შტატის შორეულ ალეგეინის საგრაფოში. ეიზეჰელ გრანტი უკვე ქვრივი იყო, ნათესავები 2 ვაჟს უზრდიდნენ, როდესაც 1835 წელს ახალ მეუღლესთან ერთად ურმიაში გაემგზავრა. თანამედროვე მოგონებით საშუალო ტანის კაცი იყო, შავგრემანი, თაფლისფერი თვალებით, მეგობრული, საქმიანი, ხალისითა და ენერგიით სავსე. ამერიკის საბჭოს მისიის მდივანს, რომელმაც ის დაიქირავა, აღაფრთოვანებდა მისი საქმიანი, მშვიდი და მტკიცე, გაბედული ხასიათი. ეს მოკლე დახასიათებებიც კი გასაგებს ხდის ეიზეჰელ გრანტის როგორც პიროვნების უდაო გავლენას მის თანამედროვეებზე. ურმიის მისიამ ბევრი საჭირო საქმე გააკეთა. რამდენიმე წლის განმავლობაში ამოქმედდა ათობით სოფლის სკოლა, ხოლო გრანტი პაციენტთა გაუთავებელ ნაკადს ვერ აუდიოდა. თუმცა მოგვიანებით ექიმმა გადაწყვიტა გლეხების გადაჭარბებულ და მონურმადლიერებას გარიდებოდა და მისია დასავლეთის მთებში გაეგრძელებინა. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ამერიკულმა საბჭომ გრანტს უფლება-მოსილება მიანიჭა მისიის მთაში ატანის პროექტი მარშიმუნთან ერთად განეხილა და ურჩია, თუ ამის საჭიროება იქნებოდა, ჰაქიარის მიდამოების შემოვლითი გზით არზრუმის, დიარბაქირის, მარდინისა და მოსულის გავლით ემგზავრა. იგი ურმიიდან 1839 წლის აპრილში გაემგზავრა. სულ რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც მეორე ცოლი მალარიით გარდაეცვალა და მის სამშვილზე ზრუნვა მისიის სხვა ოჯახებმა ითავეს. ურმიის ნესტორიანელთა შორის ამერიკული საბჭოს მისიის წარმატებამ სხვა ქრისტიანული დენომინაციების ყურადღება მიიპყრო. შეერთებული შტატების პროტესტანტულმა საეპისკოპოსო ეკლესიამ იქ თავისი მისიონერი, ღირსიმამა ჰორეიშიო საუსგეიტი გააგზავნა. რათა 1827 და 1838 წლებში სპარსეთში, ერაყსა და ანატოლიაში მათი მისიის შესაძლებლობები შეესწავლა. ეუჟენი ბორე, ფრანგი კათოლიკე საეროპირი, იმავე ადგილებში გაიგზავნა 1838-42 წლებში. სწორედ მან დაარწმუნა ლაზარისტები ურმიის დაბლობზე ქალდეველებისათვის მისია დაეარსებინათ. ამას გარდა მოსულში ახალი კათოლიკური სკოლაც მან გახსნა. ბრიტანეთმა, რომელიც ადრეული ვიქტორიანული ხანის სიმდიდრითა და ენერგიით ბრწყინავდა, სწრაფად გამოიყენა ევფრატის ექსპედიციაში მისი 40,000 გირვანქიანი ინვესტიციის გაუთვალისწინებელი დივიდენდი, ლონდონში კულტურული, დახვეწილი, გონიერი ნესტორიანელის ყოფნა, რომელიც თან პროტესტანტი იყო, მისიონერულ მოღვაწეობაში გამოცდილი, აღმოსავლური ენებისა და ხალხების საუცხოო მცოდნეც. 1837 წლის შუა პერიოდში, როდესაც კრისტიან რასამმა ინგლისში ჩააღწია, ჩეზნიმ შესანიშნავი, ძალზე თბილი დახვედრა მოუწყო. რასამმა საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა საეკლესიო, საუნივერსიტეტო და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებზე და ისტ-ინდოეთის კომპანიის საპატიო საბჭომ ოქროს ქრონომეტრით დააჯილდოვა. რამდენიმე თვის განმავლობაში სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ და ქრისტიანული ცოდნის პოპულარიზაციის საზოგადოებამ ერთობლივად დაამტკიცეს 2 წლიანი ექსპედიცია ქურთისტანის საკვლევად. მასში შედიოდნენ ეინსვორთი, რასამი და ერთი ისეთი მკვლევარი, რომელსაც ექსპედიციის სამფეხიანი ტელესკოპისა და სხვა სამეცნიერო აპარატურის გამოყენება შეეძლო. ექსპედიციას უნდა შეესწავლა ცენტრალური და აღმოსავლეთი ანატოლია, ჩრდილოეთი ერაყი და სინჯარი. მოხსენება მოემზადებინა ნესტორიანული და იაკობიტური ეკლესიების მდგომარეობა საჭიროებების შესახებ. ექსპედიციისათვის დადგენილ მითითებებში ნათქვამი იყო: მაჰმადიანი ქურთების ტომთა პოლიტიკური და ზნეობრივი მდგომარეობა რეგიონში, მათი ენები, ცრურწმენები და სხვა თავისებურებები, რა თქმა უნდა, თქვენს დაკვირვებას არ გამორჩება და სასურველი იქნება მოიკითხოთ და შეისწავლოთ წერილობითი ცნობები, რომლებიც ეხება იეზიდებს, ანუ ცეცხლის თაყვანისმცემლებს, ანუ შაითან ფერესტს, ანუ ეშმაკის თაყვანისმცემლებს.
ახალი ექსპედიცია სტამბოლში 1838 წლის სექტემბერში შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც რასამმა გარკვეული დრო მალტაში გაატარა მეუღლის მოსანახულებლად და მისიის ანგარიშებისა და სხვა საქმეების მოსაგვარებლად. იქვე იმყოფებოდა მისი ცოლის ძმა, პერსი ბეჯერი, რომელიც სირიიდან ახალი დაბრუნებული იყო და არაბულ ენაშიც საუცხოოდ გაწაფულიყო. ახლა კი მისიის სტამბას ხელმძღვანელობდა. მატილდა რასამი სტამბოლში ქმართან ერთად გაემგზავრა, მაგრამ ექსპედიციაში მონაწილეობა გადააფიქრებინეს. მოგზაურებმა ანატოლიის შიდა ტერიტორიისაკენ აიღეს გეზი. რამდენიმე კვირა დათვლილ ანკარაში მოუხდათ დარჩენა. 1839 წლის მაისის ბოლოს კი მალათიამდე ჩააღწიეს. აქ შემდგომი მარშრუტის განხილვისას უნდა გადაეწყვიტათ ბაიჯუსა და მისი თანხლები მონღოლების მიერ 6 საუკუნის წინ განვლილი გზა აერჩიათ, რომელიც აღმოსავლეთის მიმართულებით, ესე იგი მოსულისაკენ სიარულს გულისხმობდა თუ სამხრეთის შემოვლით გზას დასდგომოდნენ. ბირეჯიკამდე, სადაც ჰაფიზ ფაშა სულ ცოტა ხნის წინ მოეწყო შტაბ-ბინა მთებზე იმ ლაშქრობის შემდეგ, რომელშიც თან პრუსიელი ტექნიკური მრჩევლები და ისლამის მცოდნე მოლები ახლდნენ. ფაშასთან 2 წლის წინანდელი მეგობრობის მოგონებებმა, პორტ უილიამის ნახვის სურვილმა და ისტორიის სურნელმა, ეინსვორთს სამხრეთის გზა აარჩევინა. 1839 წლის 21 ივნისს, წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს, სამი მოგზაური უკვე საპატიო სტუმრებად ესხდნენ ჰაფიზ ფაშას თავის ბანაკში, მისი ბინში, ევფრატიდან 10 მილის დაშორებით. ეინსვორთი წერს, რომ მათი კარვის შუაგული, რომელიც ჰაფიზ ფაშას კარავს გვერდით ედგა, გაფორმებული იყო ლამაზი წითელი ფიგურებით, იატაკზე ხალიჩები ეგო. გარშემო ორ რიგად ყვითელი და წითელი აბრეშუმის ბალიშები, რომლებზეც ოქრომ კედით ყვავილები იყო ამოქარგული. ფაშამ სადა სინჯარში გამგზავრების განზრახვაზე ხელი აეღებინა. აფრთხილებდა მათ იეზიდებისაგან თავი შორს დაეჭირათ და სთხოვდა მასთან დარჩენილიყვნენ და თვალი ედევნებინათ, როგორ შეებმებოდა მისი 34,000-იანი ჯარი სამხრეთით მდგარ ეგვიპტურ არმიას. იმავე ღამით უფრო მცირერიცხოვანმა, მაგრამ უკეთ შეიარაღებულმა ეგვიპტურმა არმიამ, რომელსაც იბრაჰიმ ფაშა და მისი ფრანგი შტაბის უფროსი, ნაპოლეონის ლაშქრობების ვეტერანი მეთაურობდნენ, ფრთხილად დაიწყო ოსმალოთა ფლანგის შემოვლა, რათა ჰაფიზის ზურგში უმეთვალყურეოდ დატოვებული არეალი დაეკავებინა. დილით საფრთხე უკვე აშკარა შეიქმნა. ჰაფიზი ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდა. ეგვიპტელებს თავად უნდა დასხმოდა თავს, ან უკან უნდა დაეხია და ევფრატის გასწვრივ თავისი პოზიციები გაემაგრებინა. ფაშას არაფერი მოუმოქმედებია. უძველესი წინასწარმეტყველებებისა და სიზმრების ინტერპრეტაციებში იყო ჩაფლული. ეინსვორთმა აღწერა ჰაფიზის გარავში 22 ივნისს დღის მეორე ნახევარში გამართული დაძაბული სცენა, როდესაც მოლტკე და მიულბახი რასამის თარჯიმნობით დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან ჯარის დახევას, სანამ მომარაგების არეალთან კავშირი გაუწყდებოდათ. ფაშა ჭოჭმანობდა. თავიდან თითქოს დათანხმდა, მაგრამ მოლებმა ჩააგონეს, რომ შემართებით ბრძოლის დრო დამდგარიყო. მეორე დღეს ორი არმია საბრძოლველად ემზადებოდა. ოსმალოებს გულს ახალ-ახალი ძალების შემომატება აძლევდათ. მათ შორის 750 კაციანი არარეგულარული ძალისა, რომელსაც ბედრ ხან ბეგი, ბოხთანის ემირი მეთაურობდა და უმთავრესი პოზიციების დაცვა დაკავება ჰქონდა მინდობილი. პრუსიელები რიგიანად უწევდნენ მეთვალყურეობას ჰაფიზის ჯარის გადაადგილებას. ეინსვორთმა და მისმა კომპანიონებმა ბარგი ჩაალაგეს და წასასვლელად გაემზადნენ. მისი ბინის ბრძოლამ 1839 წლის 24 ივნისს სულ 2 საათს გასტანა. ოსმალოთა ჯარისკაცები ძირითადად გაწვეული ქურთები საარტილერიო ცეცხლისათვის წინააღმდეგობის გასაწევად არ იყვნენ მომზადებულნი. ატყდა პანიკა. ჯარისკაცებმა ჯერ ძარცვას მიჰყვეს ხელი, შემდეგ მთებს შეაფარეს თავი, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ჰაფიზი და ცალკე პრუსიელები მათ შეჩერებას ცდილობდნენ. ეინსვორთმა და მესამე კომპანიონმა რასამი დაკარგეს. დაიკარგა მათი ბარგი და სამუშაო ინსტრუმენტებიც. თანამედროვენი მისი ბინის ბრძოლას ოსმალეთის ისტორიის გადამწყვეტ მომენტად აფასებდნენ. სულთან მაჰმუდ მეორე, რომლის საგულდაგულოდ შედგენილი გეგმები ერთ დღეში დაიმსხვრა, მანამდე გარდაიცვალა, სანამ ბრძოლის ველიდან ამბავს მიუტანდნენ. მინისტრებმა, რომლებიც რჩევას ახლა მის ახალგაზრდა მემკვიდრეს აძლევდნენ,
იგი დაიყოლიეს ოსმალეთს დახმარების სათხოვნელად იმპერიის ძველი მტრებისათვის, რუსეთისა და ჰაბსბურგების იმპერიებისათვის, ასევე ორი ძველი მეგობრის, ბრიტანეთისა და პრუსიისათვის მიემართა. ამ სახელმწიფოთა დიპლომატიური და სამხედრო წნეხის შედეგად მეჰემედ ალი საბოლოოდ დათანხმდა სირიიდან და პალესტინიდან ჯარები გაეყვანა. სანაცვლოდ კი ეგვიპტე მიიღო, როგორც მისი და მისი მემკვიდრეების სამუდამო ტერიტორია. ანატოლიის მთელ ტერიტორიაზე ჰაფიზის გაწვეულმა ქურთმა მეომრებმა იარაღი და საბრძოლო მასალა თან გაიყოლეს და აღმოსავლეთით თავიანთ სახლებს მიაშურეს. ბედრხან ბეგი, რომელიც ბრძოლას დასაწყისშივე გამოერიდა, ბოხთანში დაბრუნდა, სადაც სულთანისათვის მიცემული ერთგულების ფიცის მიზანშეწონილობაზე დაიწყო ფიქრი. ნისიბინის ბრძოლამ ბევრის კარიერა თუ ბედი შეცვალა. ჰაფიზ ფაშა სამხედრო სასამართლომ გაამართლა და შემდეგ არზრუმის გამგებლადაც დაინიშნა. მოლტკე და მისი კოლეგები პრუსიის ჯარს დაუბრუნდნენ. ქურთისტანის ექსპედიციის წევრებმა ერთმანეთი იპოვეს, მაგრამ სრულიად უსახსროდ დარჩენილებმა სტამბოლს მიაშურეს, საიდანაც ეინსვორთი და რასამი ერთი წლის შემდეგ კვლავ გზას დაადგნენ. ექიმი გრანტი სხვა მისიონერთან, ღირს მამა ჰენრი ჰომსთან ერთად მოსულისაკენ მიემგზავრებოდა და სწორედ დიარბაქირში იყო, როდესაც ნისიბინის ამბები შეიტყო. მაშინ მარდინისაკენ გაემართნენ, მაგრამ იქ ორი თვით შეაყოვნა გრანტის ავადმყოფობამ და ზოგადმა ანარქიამ, რომელიც შემდეგ ისეთ არეულობაში გადაიზარდა, ბრბომ ქალაქის მმართველი და სხვა წარჩინებულები დახოცა, ხოლო მისიონერებს დეირ ეს-ზაფარანის მონასტრამდე სდია, სადაც მათ იაკობიტმა პატრიარქმა დროული თავშესაფარი მისცა. ერთი კვირის შემდეგ ჯარების მეთაურობისა და ქალაქის მმართველის მცდელობებით მოსულში წესრიგი აღდგა. ჰომსი დროდადრო იეზიდებზე დასაწერი სტატიის მასალას აგროვებდა, მაგრამ შემდეგ სტამბოლში გადაწყვიტა დაბრუნება. თუმცა როგორც გრანტმა მოგვიანებით დაწერა, შესაძლოა ბედისწერა კონსტანტინოპოლში დაბრუნებას უმზადებდა. მე კი სულ მეჩვენებოდა, რომ შინაგანად ამას იმეორებდა, წინ მთებისაკენ. მოსულის მმართველი მუჰამედ ფაშა ინჯე ბაირაქტარი 50-ოდე წლის იქნებოდა, როდესაც გრანტი ამ ქალაქში ჩავიდა. წარმოშობით თურქი ბაირაქტარი, რომელმაც ცხოვრება მეჯინიბეობით დაიწყო და წერა-კითხვაც კი არ იცოდა, თანამედროვეთაგან ყოველმხრივ გამორჩეული კაცი იყო, ტკბილმოუბარი, მაგრამ დაუნდობელი. მოქმედებისათვის დაბადებული, მღვრიე დროებაში მცხოვრების საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ყაიდის ადამიანი. მესამე საუკუნის რომის იმპერია ან მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულები ხომ სწორედ ასეთი დრო იყო. ინჯე ბაირაქტარს უკვე წვერი გასთეთრებოდა, როდესაც სირიიდან ერაყში გადაიყვანეს ალი რიზას ახალი ადმინისტრაციის დასახმარებლად. თავდაპირველად კარგი შტაბ-ბიჭდილება მოახდინა ბრიტანელ პოლკოვნიკ ტეილორზე, რომელიც აღნიშნავდა, ეს დიდგვაროვანი კაცი ეგვიპტის ჯართან მისი დამარცხების მიუხედავად გამორჩეული ნიჭიერების ადამიანი მგონია. არც ერთ აქაურ თურქ ოფიცერს არ შევადარებ. 2 წლის შემდეგ იგივე ტეილორი უკვე ფაშის ბუნების ბნელ მხარესაც იცნობდა და მას ყველაზე უღირს ტირანად იხსენიებდა. ანონიმი თურქი ინჟინრისა და ოფიცრის დღიური სადამსჯელო ექსპედიციის დროს მარდინში ჩადენილ საშინელებებს აღწერს, რასაც სწორედ ინჯე ბაირაქტარი ხელმძღვანელობდა. დღიურის ავტორი მას სასტიკ და თავგასულ მეთაურად სახავს, რომელიც თავისუფალ დროს სმასა და მოცეკვავე ბიჭების გარემოცვაში ატარებდა. 1835 წელს ინჯე ბაირაქტარი მოსულის, ოდესღაც აყვავებული ქალაქის მმართველად დაინიშნა. მოსული შავმა ჭირმა, ქოლერამ, შიმშილმა და სამოქალაქო არეულობამ დააქცია. ბაირაქტარს სურდა თავისი ბიოგრაფიიდან ამოეშალა ხომსიდან თავისი გამოქცევის ამბავი და რეშიდ ფაშას როვანდუზის ბეის დამარცხებაში დაეხმარა. ჰაფიზ ფაშასთან მისი თანამშრომლობა სინჯარის კამპანიაში ამაზე შედეგიანიც კი გამოდგა. თელაფირის დაპყრობამ მას უზარმაზარი საგანძური შეაძენინა. მოსულში ბაირაქტარმა წესრიგი შერჩევითი სიკვდილით დასჯითა და ქონების ჩამორთმევით აღადგინა, ხოლო თავისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობები რომ აერიდებინა, შტაბ-ბინა ქალაქ გარეთ მოიწყო, სადაც ააშენა ყაზარმები, რომლებსაც წყალი ინჟინერ მოლტკეს ნახაზების მიხედვით მიეწოდებოდა. სამსხმელო საამქრო, თოფებისა და კესონების დასამზადებლად და ტყვია წამლის ქარხანა, რომელიც ადგილობრივად მოპოვებული გოგირდით მარაგდებოდა. საამისო ხარჯებს ბაირაქტარი ცენტრალურ მმართველობას აწერდა,
ხოლო პროვინციის საგადასახადო შემოსავლების უმეტეს ნაწილს თავად იტოვებდა. თუმცა ერთხელ უთქვამს, რომ სულთნის ხაზინას მისი 150,000 გირვანქა სტერლინგი ემართა. 1839 წლის ზაფხულში მისიბინში ოსმალეთის დამარცხების შემდეგ ბაღდადის მმართველმა ინჯე ბაირაქტარის იურისდიქციას გადასცა ამადიის ქურთული სამთავრო, რომლის მოხარკეებად ჯერ კიდევ მოიაზრებოდნენ შეიხანის იეზიდები. ამადიის თავადი ისმაილ ფაშა, რომელსაც ზოგჯერ აბაზიდების უკანასკნელ ხანს უწოდებენ, ახალ სიუზერენს დაუპირისპირდა, მაგრამ აკრაში დამარცხდა და მოსულში იძულებით გამოკეტეს. აკრაში მის შემცვლელად დასახელდა მუჰამედ საიდ ფაშა. მისი ნათესავი, მაგრამ ამ უკანასკნელსაც აეკრძალა ამადიაში შესვლა, სადაც ოსმალეთის გარნიზონი ჩამდგარიყო. ამადიის ჩრდილოეთით მცხოვრები ნესტორიანელი ტომები ნურალა ბეის ქვეშევრდომებად მიიჩნეოდნენ. ნურალა ბეი ჰაქიარის ემირი იყო. კიდევ ერთი ცნობილი აბასიდი, რომელსაც აღწერდნენ როგორც კეთილშობილი წარმოშობის კაცს, დარბაისელსა და მამაკაცურად წარმოსადეგს, როდესაც სახეს ეჭვის ჩრდილი არ უბნელებდა. პატრიარქი მარშიმუნი წინასწარ ჭვრეტდა ქურთული ავტონომიის დასასრულს ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში და იმედოვნებდა, რომ მთიელთა საერო და რელიგიური ლიდერი გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ურმიაში ამერიკული მისიის საქმიანობის შესახებ ყველაფერი იცოდა, პატრიარქი მხოლოდ ერთხელ შეხვდა უცხოელს. 1829 წელს იგი ინახულა ფრიდრიხ შულცმა, გერმანელმა არქეოლოგმა, რომელიც მალევე მოკლეს ნურალა ბეის ბრძანებით. ჰაქიარის პროვინციასა და ვანის ტბას შორის იყო კიდევ ერთი მთავარი, ხან მაჰმუდი, რომელსაც ქურთისტანის რობროისაც უწოდებდნენ. იგი ბატონობდა ტბის სამხრეთით, ხოლო შერიფ ბეი, შერეფ ნამეს ავტორის შთამომავალი, ბითლისს განაგებდა. მისიბინის კატასტროფის შედეგად ოსმალეთის ხელისუფლება დასუსტდა და ამით მთავრებმა იხეირეს. მათგან ყველაზე ძლიერი იყო აზიზანის კლანის გაბედული ბედრ-ხან ბეგი, ფანატიკოსი, რომელიც ჯეზირა იბნ ომარსა და მის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე მთებს განაგებდა. ამ მთებში კი მუსლიმები, იეზიდები და ქრისტიანი იაკობიტები ცხოვრობდნენ. 1844 წელს ამ მიწის ერთ-ერთი მნახველი აღწერს 35 წლის ლამაზ, დიდებული შესახედაობის კაცს, თითქმის 6 ფუტის სიმაღლისას. მის ოდნავ ნაყვავილევ კანს, უწვერულ სახეს პატარა ულვაშით. კიდევ ერთი სტუმარი, რომელმაც იგი თანხლებ პირებთან ერთად ცხენზე ამხედრებული დაინახა, იხსენებს მკაცრი, იდუმალი იერის მქონე ადამიანს, ნაქსოვი ქაშმირული მოსასხამით, შავად შეღებილი წვერითა და წარბებით, ბერძნული ცხვირითა და ცეცხლოვანი შავი თვალებით. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური ძალაუფლებით იყო აღჭურვილი, ბედრ-ხან ბეგი მუდამ ცდილობდა ყველასათვის ნათელი ყოფილიყო, რომ იგი თავისი ძმის, საიფ ად-დინის ლეგიტიმური მთავრის სახელით მართავდა. მას ხელისუფლება მუდმივ და მკაცრ ზედამხედველობას უწევდა. ასეთი იყო პოლიტიკური კალეიდოსკოპი, რომელიც ახალჩამოსულ ეიზეჰელ გრანტს ელოდა, როდესაც ის 1839 წლის ოქტომბერში მოსულიდან ნესტორიანელებით დასახლებული მთებისაკენ გაემგზავრა. ეს ამგვარი ხუთი მოგზაურობიდან პირველი იყო. ინჯე ბაირაქტარმა, რომელიც გრანტს თავის კეთილგანწყობას ასე udasturებდა: მათი ქვეყნის საზღვრებამდე ჩემი ხმალი და შენი კისერი, ნურაფრის შეგეშინდება. მას შესთავაზა მგზავრობა აკრას გავლით, სადაც ამადიის თავადი ესკორტს დაახვედრებდა. თავადი მას გულთბილად დახვდა და მაშინვე პულსის გასინჯვა სთხოვა. გრანტის სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა ოსმალეთის ჯარის სარდალსაც, რომელსაც ალკოჰოლური დელირიუმი სტანჯავდა. ამადიაში იგი მცირე ხანს გაჩერდა, შემდეგ ცხენით ჰაქიარის მთებს მიაშურა, თვის ბოლოს კი პატრიარქის სამყოფელს მიაღწია. მარშიმუნთან გატარებულმა რამდენიმე კვირამ გრანტი მხნეობით აავსო. შემდეგ კი ჰაქიარის შიშის მომგვრელ ემირს ესტუმრა, რომელმაც მოსთხოვა დაუყოვნებლივ განეკურნა საშინელი გრიპისაგან, რომელსაც თან ახლდა სიცხე და ციება. შუაღამით გრანტი გააღვიძეს და მოახსენეს, რომ ნურალა ბეის მდგომარეობა გაუარესებულიყო. შეუძღვნენ ემირის ოთახში, რომელშიც ყველა კედელზე ხმლები, დამბაჩები, თოფები და ხანჯლები ეკიდა. გრანტმა ავადმყოფს გულის ასარევის საშუალება დაუნიშნა, რომელიც პაციენტმა მხოლოდ მას შემდეგ შესვა, რაც ყველა მსახურს დაალევინეს.
ნურალა სწრაფად გამოჯამრთელდა და გრანტს ცხენი უბოძა ურმიაში გასამგზავრებლად, სადაც მისიონერი დეკემბერშიღა ჩავიდა. ერთი თვის შემდეგ გრანტს უმძიმესი დანაკარგი ელოდა. წლინახევრის ტყუპი გოგონები გარდაეცვალა. 1840 წლის მაისში ეიზეჰელ გრანტი ურმიიდან ბოსტონისაკენ გაემგზავრა, რათა ანგარიში პირადად წარედგინა ამერიკული საბჭოსათვის. დაუღალავი მისიონერი უკანა გზას მთებში იმ მარშრუტით მიიკვლევდა, რომელიც ოდესღაც ჰერაკლეოსის ლეგიონერებმა განვლეს. მას კი 4 წლის ვაჟი ჰენრი ეჭირა ხელში. და რამდენჯერაც დაუღამდათ, იმდენჯერ ერთად ეძინათ თოვლში. ასე აღწიეს ერთი კვირის თავზე მდინარე ზაბის სათავემდე. პატრიარქმა და ჰაქიარის ემირის თანაშემწემ, სწორედ იმან, რომელმაც შულცი მოკლა, ხელახლა დაუდასტურეს თავიანთი თანხმობა მისიის პროექტზე. ცხენზე ამხედრებული ექიმი თავის მცირეწლოვან კომპანიონთან ერთად ვანსა და ტრაბზონშიც იყო ჩასული. შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბრუნდა და იქ მისდამი ასეთი ქათინაურიც მოისმინა. დიდებული ჯარისკაცი დაკარგა ქვეყანამ, როცა ეს კაცი მისიონერი გახდაო. გრანტის გამგზავრებიდან 3 კვირის შემდეგ მარშიმუნს ქურთისტანის მკვლევართა ექსპედიცია ესტუმრა. ერთ-ერთი მკვლევარი კი დაკარგეს, როდესაც იგი ინგლისში დაბრუნდა, მაგრამ სამაგიეროდ ორკაციან ექსპედიციას, რომელიც ახლა ეინსვორთისა და რასამისაგან შედგებოდა, დაფინანსებაზე ერთდროულად ორმა საზოგადოებამ განუცხადა თანხმობა. სპონსორებთან შეუთანხმებლად ეინსვორთმა ჯგუფში კიდევ ერთი წევრი შემოიმატა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზაფხულში სტამბოლში ყოფნისას ცოლად შეირთო. ასე გაემგზავრნენ კვლავ დედაქალაქიდან 1839 წლის ნოემბერში და დაუბრკოლებლად იმგზავრეს დასავლეთ ანატოლიის გავლით ალეპომდე. იქიდან კი ნისიბინის ბრძოლის ველით ურფამდე და მარადინამდე, ხოლო 1840 წლის იანვარში მოსულში ჩავიდნენ. მალევე რასამი ბაღდადში წავიდა. პოლკოვნიკ ტეილორთან მოსათათბირებლად. დაბრუნდა თუ არა, მან და ეინსვორთმა ჰათრას ნანგრევების დასათვალიერებლად მოაწყვეს მოგზაურობა, რომლის დროსაც მათთან ახლდა ორი ახალგაზრდა ინგლისელი მოგზაური, ჰენრი ლეიარდი და ედვარდ მითფორდი, რომლებსაც გზა ცეილონისაკენ ეჭირათ. ამგვარად, ივნისზე ადრე ისინი ნესტორიანელ პატრიარქს ვერ დაუკავშირდებოდნენ. ამადიისაკენ მიმავალი მთავარი გზის სიახლოვეს იმხანად ინჯე ბაირაქტარი სადამსჯელო ლაშქრობაში იმყოფებოდა. ამიტომაც ეინსვორთმა და რასამმა მეორე ხარისხოვანი გზა აირჩიეს, რამაც იმ ამოცანის შესრულება გაუადვილა სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ, რომ დაუსახა მათ. მოსულიდან გასვლის მეორე დღეს 1840 წლის 8 ივნისს ისინი აინს სიფნის ჩრდილოეთით მდებარე ჭალას აღმააუყვნენ და თვალწინ მთის ვიწრო ხეობა გადაეშალათ. და ამ მშვენიერ ხემრავალ ჭალას ტაძრის თუ შეიხ ადის აკლდამის კონუსისებური გუმბათები გადაჰყურებდა. მშვენიერი სანახაობა იმავდროულად საოცარი სიმყუდროვის განცდას ბადებდა. ეინსვორთმა და რასამმა ჯორები ქვემოთ ველზე დატოვეს და თავად იეზიდების სალოცავისაკენ წავიდნენ. იქაურობის მეთვალყურემ, რომელიც თავდაპირველად ყოყმანობდა, ოდნავ დაეჭვებულმა მაინც შეუშვა მგზავრები წმინდა ნაგებობაში. ქიორ მუჰამედის ჯარების ორი ლაშქრობით მიყენებული ზიანი უკვალოდ გამქრალიყო. ყველაფერი საუცხოოდ შეეკეთებინათ. სალოცავი კრიალებდა. გარშემო ყველაფერი იყო უჩვეულოდ სუფთა, გრილი და უხინჯო. მცველი თავაზიანად გაურბოდა კითხვებს იეზიდური რელიგიის შესახებ. სტუმრებს თუთა მიართვა და მათაც ამ ძღვენით გახალისებულებმა და კმაყოფილებმა ამადიისა და შემდეგ ჰაქიარის მთებში მდებარე მარშიმუნის რეზიდენციისაკენ გააგრძელეს გზა. ეინსვორთი და რასამი ნესტორიანელ პატრიარქს 20 ივნისს შეხვდნენ. მათი საუბარი 8 საათს გაგრძელდა. მარშიმუნს ინგლისის შესახებ ზოგი რამ გაეგო, მაგრამ არაფერი იცოდა მისი ეკლესიის შესახებ და დრო სჭირდებოდა, რომ მის მოძღვრებასა და კათოლიკეთა თუ ამერიკელთა რწმენას შორის განსხვავებანი გაეაზრებინა. მარშიმუნმა მიიღო ექსპედიციის საჩუქრები: ძვირფასი ქსოვილი, ჩექმები, ზეთისხილი, ჩიბუხები, საკმეველი, საპონი და ბურნუთი. თუმცა სტუმრებს მიანიშნა, რომ ერთ-ერთის მაჯის საათიც მოეწონა. ჰაქიარის ბეი ან მისი მარჯვენა ხელი მათ არ უნახავთ. არც ამერიკელ მისიონერებთან მოსულან ურმიაში ჩასვლის შემდეგ.
მოგვიანებით ეინსვორთმა ეს უხერხული საქციელი სათანადო სამოსისა და დროის უქონლობით ახსნა. თან უთქვამს, ღიაცის ქვეშ ძილი გვერჩივნაო. ეინსვორთი და რასამი ურმიიდან დაბრუნდნენ როვანდუზის გავლით, რომელსაც ახლა მშვიდობიანად მართავდა გარდაცვლილი ბეის ძმა, ხოლო 1840 წლის ივლისში მოსულში ჩააღწიეს. ქურთისტანის ექსპედიციის დამფინანსებლებთან შეთანხმებით, მოგზაურები მოსულში 6 კვირას უნდა დარჩენილიყვნენ. თან როგორც იქნა, ახალი სამუშაო ინსტრუმენტებიც ჩამოუვიდათ, იმათ ნაცვლად, რაც ნისიბინში დაკარგეს. მაგრამ გაირკვა, რომ ყუთების სირიის ტერიტორიაზე აქლემებით გადაეტანათ და თითოეული ხელსაწყო მრავალ ნატეხად დამსხვრეული დახვდათ. მოსულიდან 1840 წლის აგვისტოს ბოლოს გაემგზავრნენ და ტიგროსის ხეობით გააგრძელეს გზა, რომლითაც 3 წლით ადრე სიარული აკრძალული ჰქონდათ. ასე გაიარეს რედვანი, სიირთი, ბითლისი და მუში, მაგრამ მარშრუტის ბოლო მონაკვეთზე, ბინგიოლის მთებიდან არზრუმამდე, მალარიამ დარია ხელი და იძულებულნი გახდნენ დაყოვნებულიყვნენ. თუმცა რასამი, რომელსაც ახალი მიღებული ჰქონდა ოფიციალური ცნობა მოსულში, ბრიტანეთის ვიცე-კონსულად მისი დანიშვნის შესახებ, მალევე დაადგა არზრუმის გზას სხვა მოგზაურებთან ერთად, ჯეიმს ბრანდმა, ბრიტანეთის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, რომელსაც არაერთი გაწვალებული მოგზაურისათვის გაუწევია პატრონობა, საელჩო რასამის ჩამოსვლის შესახებ გააფრთხილა. ამავე დოკუმენტში იგი წერდა, რამდენიმე დღეში დოქტორი და მისის ეინსვორთიც ჩამოვიდნენ. ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მისის ეინსვორთი სამწუხაროდ ავადმყოფობის შედეგად გუშინ გარდაიცვალა. ამ კარგი, გულკეთილი და თავდადებული ქალის, როგორც ეინსვორთი აღწერს, ვინაობა დღემდე უცნობია. განადგურებული და გულაცრუებული ეინსვორთი ინგლისში 1841 წლის პირველ ნახევარში დაბრუნდა და ექსპედიციის სპონსორების აუდიტის წინაშე წარდგა. იმ დროს კრისტიან და მატილდა რასამები უკვე მოსულში დამკვიდრებულიყვნენ. მოგზაური, რომელიც მათ 1841 წლის ივნისში ესტუმრა, წერდა: როცა ინგლისის დროშა პირველად აღიმართა მოსულის საკონსულოს თავზე, მთელი ქალაქის მოსახლეობა თავიანთი ბინებიდან უყურებდა ამ სანახაობას. უცხო სპექტაკლის მოლოდინში მთელი დღე იქვე გაატარეს. ქრისტიანები გაოცებითა და აღფრთოვანებით ადევნებდნენ თვალს ჯვრის აღმართვას, ხოლო მისი ხილვით განრისხებული მუსლიმები ფაშას საჩივრით იახლდნენ და მოახსენეს, რომ ის ჯვარი იქვე მდგარი მეჩეთის ნახევარმთვარეს ზემოდან დაჰყურებდა.